მოგესალმებით მეგობრებო, დაბრუნდით შემდეგი ვიდეოთი, შემდეგი საბრძოლო კვირით და ამ კვირას ფილადელფიიდან გადმოხვდებით პირდაპირ საკრამენტო, კალიფორნიაში და გვექნება UFC-ს Fight Night card-ი მთავარი ბრძოლით ენტონი ჰერნანდეზი გრეგორი როდრიგეზის წინააღმდეგ. ორი middleweight-ის top contender-ი ეჯახება ერთმანეთს და ამ ჯგუფში გამარჯვებული აიწევს რანკინგში ზევით. ამ card-ზე co-main event-ად ჰქონდა რომან დოლიზის ჯგუფი, თუმცა რატომღაც ამოაგდეს ეს ჯგუფი და ეხლა გვაქვს სერგეი სპივაკი ვიტორ პეტრინოს წინააღმდეგ. რომანის ჯგუფმა კი ერთით ქვემოთ ჩაიწია. ამ card-ზე დოლიძე დაუპირისპირდება რენიერ დერიდერს light heavyweight-ში. ორივე მებრძოლი აქამდე middleweight-ში მოღვაწეობდა, ეხლა კი light heavyweight-ში ადიან და იქ გააგრძელებენ თავიანთ კარიერას. main card-ზე გვაქვს ერთი ძალიან მაგარი და ძალიან underrated ჯგუფი, მარკუელ მედეიროსი მეისონ ჯონსის წინააღმდეგ. ეს და სხვა ჯგუფები გვექნება ამ card-ზე. თავიდან ჩემთვის პირადად არ დაგიმალავთ და ცუდად გამოიყურებოდა ეს card-ი, მაგრამ ამ სიტუაციით ეხლა რაც გვაქვს, რა ჯგუფებიც დაამატეს card-ზე, მშვენიერი card-ი შეიქრა. ვიდეოს დასაწყისში შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და თქვენი კომენტარები ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ ჰაიფდება ვიდეო და უფრო ბევრ ხალხს უგდებს და უფრო ბევრი ხალხი ნახულობს ჩემ ვიდეოებს. დიდი მადლობა წინასწარ. სანამ დავიწყებთ ჩვენი ამ კვირის საკრამენტოს card-ის განხილვას, უნდა ჩავხედოთ წინა კვირას და ვთქვათ ჩვენი რეკორდი 5-7-ზე წამოვიდა პროგნოზები UFC 330-დან. უარყოფითი შედეგია, არ არის კაი შედეგი რა თქმა უნდა, მაგრამ რთული card-ი იყო საერთოდ მთლიანობაში, ძირითადად პრელიმები განსაკუთრებით რთული იყო, ძალიან ბევრი აპსეტი წამოვიდა, ის აპსეტები რაც მეგონა არ წამოვიდა და სხვა ანდერდოგები წამოვიდა ძირითადად. არაპროგნოზირებადი card-ი გამოდგა, თუმცა საბოლოო ჯამში card-ი თვითონ მშვენიერი იყო. გავაგრძელოთ ეხლა დავიწყოთ უფრო სწორად და მივყვეთ ჩვენ ამ კვირის საკრამენტოს card-ს. ვიწყებთ მთავარი ჯგუფით ენტონი ჰერნანდეზი გრეგორი როდრიგეზის წინააღმდეგ. ენტონი ჰერნანდეზს გრეგორი როდრიგეზისგან განსხვავებით ცოტა სხვანაირი სიტუაცია აქვს ეხლა, იმიტომ რომ წაგებით მოდის, გრეგორი როდრიგეზი ბოლო ჯგუფებია მშვენივრად გამოიყურება. აქამდე სანამ ბოლო ჯგუფს წააგებდა ჰერნანდეზი, ბოლოს მოიხსენებათ შონ სტრიგლენდთან წააგო 5 რაუნდიანი main event-ი ჰქონდა. მანამდე მშვენივრად გამოიყურებოდა, 8 ბრძოლიანი winning streak-ი ჰქონდა და ჩანდა ისე როგორც ერთ-ერთი დაუმარცხებელი middleweight-ი. ძალიან ბევრს ეგონა რომ სტრიგლენდსაც დაამარცხებდა, თუმცა სტრიგლენდმა იმ ჯგუფში დაუდო სიმაღლეები. საერთოდ ძალიან underrated fighter-ია შონ სტრიგლენდი და ხშირად არ აძლევენ ხოლმე იმ დონის პატივისცემას, რასაც იმსახურებს. შონ სტრიგლენდის ჯგუფამდე რომან დოლიზესთან ხედავთ გამარჯვებას, ყველას კარგად გვახსოვს ეგ ჯგუფი, ძალიან დიდი beatdown-ი იყო, რომანს გადაუარა ფლაფი ჰერნანდეზმა, მერე ბრენდან ალენი ყავს დამარცხებული, ასევე ვხედავთ მიშელ პერეირას, რომან კოპილოვს, ყველას ძირითადად თავისი ჭიდაობით და გრეპლინგით მოუგო. ენტონი ჰერნანდეზი იარაღი რაც აქვს თავის სტილში არის მისი ჭიდაობა, მისი გამძლეობა და უმაგრესი კარდიო, რაც ამ წონისთვის, middleweight-ისთვის იშვიათია და ძირითადად მაინც თავის აი ამ გამძლეობით ტეხავს ხოლმე თავის ოპონენტებს და ისე აფინიშებს ბოლოს. ჩემი აზრით ჰერნანდეზი მაღალი დონის მებრძოლია და იმსახურებს middleweight-ის top 5-ში ყოფნას, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მას აქვს იმის სკილები, რომ გახდეს ჩემპიონი. ეჭვება გრეგორი როდრიგეზს, რომელიც არ არის ჩემპიონი და ვფიქრობ, რომ როდრიგეზსაც არ აქვს იმის სკილები, რომ ჩემპიონი იყოს ამ წონაში. როდრიგეზის ბალანსი არის 19-6-ზე, ბრაზილიელია, 34 წლისაა, შეიძლება ითქვას ცოტა ასაკში შედის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ეტყობა ამისი. 3 ჯგუფიანი winning streak-ი აქვს, ჯეკ ჰერმანსონთან მოიგო პირველი ჯგუფი, რომან კოპილოვს მოუგო შემდეგ და ბოლოს ბრუნო ფერეირას რემატჩი აუღო და მსგავსად დააფინიშა როგორც პირველ ჯგუფში, ბრუნომ დააფინიშა აქეთ გრეგორი როდრიგეზი თვითონ. ჯეკ ჰერმანსონთან უდიდესი პირველი რაუნდის ნოკაუტი აიღო, ერთი დარტყმით გაყინა. კოპილოვს ძალიან ტაქტიკურად ეჭხუბა, ძალიან ჭკვიანურად ჩემი აზრით, ტეიქდაუნებიც გაუკეთა, დგომშიც გაატარა რაღაც პერიოდი და 3 რაუნდიანი decision-ი მოუგო. ცუდ წაგებას, რასაც ვხედავ როდრიგეზის კარიერაში, არის ჯარედ კანონიერთან. 5 რაუნდიანი ჯგუფი იყო მოკლედ, ეს იყო გრეგორი როდრიგეზისთვის პირველი main event-ი. მშვენივრად დაიწყო თავის სტილში, ძალიან დიდ პრობლემებში ყავდა ჯარედ კანონიერი, მიაყენა ზიანი, ახლოს იყო ფინიშთან, თუმცა გადაიტანა ქარცეცხლი და შემდეგ დაღალა კანონიერმა და მეოთხე რაუნდის დასაწყისში დააფინიშა TKO-ით. წინა წლის დასაწყისში და ძალიან ცუდი წაგებაა ჩემი აზრით როდრიგეზისთვის, თუნდაც მაგ დროისთვის კანონიერი უკვე ნელ-ნელა უკან მიდიოდა, ეხლა ძალიან უკანაა. ესე ჯარედთან წაგება ძალიან ცუდია, მით უმეტეს ზუსტად იმ სტილში,
რა სტილშიც ენტონი ჰერნანდეზი უგებს თავის მეტოქეებს. იტანს თავის გამძლეობის ხარჯზე საწყის რაუნდებს და შემდეგ ნელ-ნელა უკაჩავს. ფიქრობ ამ ჯგუფშიც სუფთა გზა აქვს ჰერნანდეზს, თუმცა ნამდვილად არ იქნება ადვილი საქმე, იმიტომ რომ როდრიგესს აქვს ბომბები ხელში და საერთოდ ყველაფერს ისვრის მოსაკლაოდ. თან ფიქრობ, რომ რობოკოპის გრაუნდ სკილების მქონე ადამიანი ჯერჯერობით ენტონი ჰერნანდეზს არ შეხვედრია, ამიტომ იმასაც ვფიქრობ, რომ გაუჭირდება ჰერნანდეზს თავიდან განსაკუთრებით ძირშაყვანა და იქ გაჩერება. ენტონი ჰერნანდეზის ერთ ძალიან დიდ სისუსტეზე მინდა ვილაპარაკო, რაც აქვს მას და ძალიან ბევრჯერ შექმნია პრობლემები ამის გამო კარიერაში, ეს არის მისი ტანი. ტანში დარტყმები ამ კაცს არ უყვარს და განსაკუთრებულად ვერ იტანს, როცა აყენებენ ზიანს მას ტანის არეალში. სულ თავიდან რომ მოყვეთ 2020 წელს კევინ ჰოლანდს ზუსტად ბოდიშოტით ყავს დაფინიშებული ენტონი ჰერნანდეზი პირველივე რაუნდში. ერთი მუხლებიცა ჰოლანდმა და ყველაფერი დასრულდა. მიშელ პერეირასთან პირველ რაუნდში პერეირამ რაღაც მომენტში ტანში გაარტყა და ეგრევე იკეცება ხოლმე და აჩვენებს მეტოქეს, რომ მართლა ძალიან ტკივა რა. ვერ მოახერხა პერეირამაც, რომ მიყოლოდა და ეფინიშებინა, თუმცა აი ბოლო ჯგუფში შონ სტრიკლენდმა ზუსტად იცოდა, რომ ეს პრობლემა ქონდა, მუხლით ტანში დააზიანა, მიყვა და აი ზუსტად ეგრე დააფინიშა. რობოკოპი ესე თავის კარიერის განმავლობაში, რაც მახსოვს მე და რაცაც ჩავხედე, ესე არ მუშაობს ტანში, ანუ ბოდიკიკებს არ ატარებს დიდად. რამდენჯერაც ტანში აქვს შეტეული, მე რაც ვნახე, არის მისი ფანჩები, ანუ მუშტებს ურტყავს მეტოქეს ტანში. ეხლა თუ კარგად აქვს მას და მის გუნდს შესწავლილი ენტონი ჰერნანდეზი, აუცილებლად თავისი სტრაიკინგის უდიდესი ნაწილი უნდა მიმართოს ჰერნანდეზის ტანისკენ. არ ვარ დარწმუნებული ამას რამდენად იზავს, თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იცოდნენ, ეხლა მე აქედან თუ ხვდები მაგას, წესით რობოკოპის გუნდმაც უნდა იცოდეს და უნდა ქონდეთ ამაზე ნავარჯიშები. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, პატარა ფავორიტია ჰერნანდეზი, ამ ჯგუფში 1.61 აქვს, ხოლო გრეგორი როდრიგესს აქვს 2.28. ჩემი პირადი აზრით, სულ არის ორი გზა ამ ჯგუფში, როგორც შეიძლება რომ მორჩეს. ერთი გზა არის ის, რომ გრეგორი როდრიგეზი თავიდანვე გამოვა, თავისი მძიმე დარტყმებით დააზიანებს ჰერნანდეზს, ტანში გაუტარებს რაღაცას და დააფინიშებს პირველ-მეორე რაუნდში, ან კიდე ვერ მოახერხებს ამას, გადაიტანს ამ ყველაფერს ენტონი ჰერნანდეზი, ნელ-ნელა აუკრიფავს, დაღლის, ჭიდაობას უფრო და უფრო გააძლიერებს, გააძრობს ქანს როდრიგეზს და სადღაც ბოლოსკენ მე-4-მე-5 რაუნდში დააფინიშებს. ზუსტად ისე როგორც თავის წინა ოპონენტები დააფინიშა და თან როგორც გითხარით, როდრიგეზიც არის მე-4 რაუნდში ზუსტად მასე დაფინიშებული ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ. ჩემ ფიქრს რაც შეეხება ამ ჯგუფში, რთულია ძალიან ჩემთვის ამ ორი გზიდან რომელიმეს არჩევა, ამიტომ შევაერთებ ამ ორივეს და ვიტყვი, რომ ეს ჯგუფი მორჩება ფინიშით. ასე რომ ჩემი ფიქი ამ ჯგუფში იქნება 4.5 რაუნდზე ნაკლები. გადავედით შემდეგ ჯგუფზე, ჩავედით main event-ში, heavyweight-ების ჯგუფი გვაქვს, სერგეი სპივაკი, ვიტორ პეტრინოს წინააღმდეგ. ვიტორ პეტრინო ყოფილი light heavyweight-ი ავიდა სულ რამდენიმე ბრძოლა heavyweight-ში და იქ აგრძელებს ახლა თავის კარიერას. თავიდან კარგად დაიწყო light heavyweight-ში კარიერა, თუმცა ბოლოსკენ შეექმნა რაღაც პრობლემები, ძალიან სულელური წაგებები ჰქონდა და ახლა heavyweight-ში გადაწყვიტა, რომ ცადოს თავისი ბედი. სამი ჯგუფი იჭუბა heavyweight-ში და სამივე მოგებული აქვს, ჯერჯერობით მშვენივრად მიდის, არის ძალიან ათლეტური და თავისი აი ეს ათლეტიზმი heavyweight-შიც კარგად გადაიტანა. სულ ამბობ ხოლმე და თქვენც კარგად იცით, heavyweight-ში არ არის ტალანტის მაღალი დონე და ამ მძიმე ბლობებთან ჯერჯერობით მშვენივრად გამოიყურება. ცოტა უკან რო დაუბრუნდეთ და light heavyweight-ის კარიერას რო დაუბრუნდეთ პეტრინოსი, ბოლო ორი ჯგუფი წააგო და მაგიტო ავიდა heavyweight-ში დასტინ ჯაკობისთან და ენტონი სმითთან. დასტინ ჯაკობისთან მესამე რაუნდის ფინიში წააგო, რაც რა ვიცი, არ ჩანს ისე კარგად. ენტონი სმითთან კიდე ძალიან ცუდი წაგება იყო, თან ბრაზილიაში პირველივე რაუნდში გილიოტინაზე დაიჭირა. მაგ დროისთვის სმითი უკვე კარიერის ბოლოსკენ იყო. შეიძლებოდა რომ საერთოდ რითაირმენტში გასულიყო მაგ ჯგუფის მერე, დიდი ფავორიტი იყო პეტრინო, ყველა ფიქრობდა რომ გადაუვლიდა სმითს, მაგრამ სლოპი ტეიქდაუნიცა და აუღო ძალიან კარგად კი სერის სმითმა და მოკლედ არაპატია. სერგეი სპივაკი შეიძლება ითქვას top 15-ის კარზე დგას heavyweight-ებში და ერთგვარი ტესტი არის მებრძოლებისთვის. სპივაკს თუ გაცდი, უკვე გელოდება კარგი ჯგუფები. 18-6 აქვს ბალანსი. მოლდოველი მებრძოლია, 31 წლისაა.
ბოლო ჩხუბი მოგებული აქვს დელიასთან მოიგო, რაც მშვენიერი მოგებაა, ანდერდოგი იყო მაგ ჩხუბში. იმის წინ ვალდო კორტეს აკოსტასთან წააგო 3 რაუნდიანი დესიჟენი, თუმცა მაგ ჩხუბშიც კარგად იჩხუბა ძალიან. ბევრი ფიქრობს, რომ საერთოდ მოუგო ჩხუბი. მოჭიდავია 1-0-ად სპივაკი პეტრინოსგან განსხვავებით, თუმცა აი ეს ბოლო ჩხუბებია, გვაჩვენა, რომ დგომშიც აშკარად განვითარებულია და კარგად გრძნობს თავს, ანუ კომფორტულად გრძნობს თავს. აქამდე ესე არ იყო, ძირითადად სულ ტეიქდაუნებს ცდილობდა და ტეიქდაუნებს აკეთებს, ესე ფეხში არ შედის, დაბლ-ლეგებს არ აკეთებს, უფრო ძიუდოს და ბერძნულ-რომაული სტილის გდებები უყვარს ზედატანიდან. ამ ჩხუბში ვფიქრობ, რომ ცოტა გაუჭირდება პეტრინოსთან, იმიტომ რომ პეტრინო ძალიან ჯანიანია და ძალიან ათლეტურია. თვითონაც აქვს პეტრინოს ჭიდაობის სკილები და ჯიუ-ჯიტსუს შავი კამარია ასე. ვფიქრობ, რომ დგომში წარიმართება ეს ჩხუბი. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.54 აქვს პეტრინოს, სერგეი სპივაკს აქვს 2.53. ფავორიტია პეტრინო, როგორც მოსალოდნელი იყო და საკმაოდ კარგი კოეფიციენტებია ჩემი აზრით, ვეთანხმები ბუკმეიკერების აზრს ამ შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ, ძირითადად დგომში გვექნება ჩხუბი, ალბათ პატარა უპირატესობა მაინც ექნება პეტრინოს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მარტივი გზა ქონდეს გამარჯვების. საბოლოო ჯამში გავაკეთე პროგნოზს და ვიტყვი, რომ ვიტო პეტრინო დარჩება ამ ჩხუბში გამარჯვებული დესიჟენით. გადავედით შემდეგ ჩხუბზე და მივადექით რომან დოლიძის ბრძოლას რენიერ დერიდერის წინააღმდეგ. რომანი და დერიდერი ძალიან გვანან ეხლა ერთმანეთს, იქიდან გამომდინარე თუ სად არიან თავის კარიერაში. ორივე middleweight-ში ჩხუბობდა აქამდე და ეხლა ავიდნენ light heavyweight-ში. რომანმა თავის ინტერვიუში თქვა, რომ დასრულდა მისი middleweight-ის კარიერა და აწი უკვე light heavyweight-ში გამართავს სულ ბრძოლებს. რენიერ დერიდერმა ზუსტად იგივე თქვა, რომ ძალიან ბევრს იკლებდა middleweight-ში, მართლა ძალიან დიდი middleweight-ი იყო. თავს იკლავდა და უბრალოდ არ ღირსო. ბოლოს წინა ჩხუბშიც ვნახეთ ბრენდან ალენის წინააღმდეგ, როცა მე-4 რაუნდის ბოლოს სკამზე რო დაждდა, უბრალოდ უეღარ ადგა, იმიტომ რომ ისეთი დაღლილი იყო, ქანცი ჰქონდა გაძრობილი და უბრალოდ აღარაფერს აზრი აღარ ააგო. მაგის შემდეგ კიდე ერთი ჩხუბი იჩხუბა, სადა ისეო თავისი ბედი middleweight-ში, კაიო ბორალიოს წინააღმდეგ და რო დამარცხდა მიხვდა, რომ მისი შანსები ქამრის მოსაპოვებლად ძალიან დაბალია. ამიტომაც ავიდა light heavyweight-ში და ეხლა აქ შეეცდება, რომ ქამრამდე მივიდეს. სტილებს რაც შეეხება ამ ორი მებრძოლის ძალიან გვანან ერთმანეთს, ორივე გრეპლერია, ძირითადად ჩემი აზრით ორივე გრეპლინგში ბრწყინავს. თუმცა დგომშიც აქვს სკილები, განსაკუთრებულად მომწონს დერიდერის kickboxing, muay thai სტილი. კარგად იყენებს მართლა თავის მუხლებს და იდაყვებს კლინჩი, როცა ახლოს არის, კლინჩის გარედანაც სტეპინგი აქვს ძალიან კაი. რომანს ბოლო ორი ჩხუბი წაგებული აქვს კრისტიან ლეროი დანკანთან ბოლო და იმის წინ ენტონი ჰერნანდესთან middleweight-ის მაღალ დონეზე ჩხუბობდა რომანიც, როგორც დერიდერი ტოპ 10-ში ტრიალებდნენ. მოკლედ ძალიან კარგი მაჩაპია რა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ორივე მებრძოლმა დაახლოებით უკვე ნახეს თავისი მაქსიმუმი და ორივემ იციან თუ რა დონის მებრძოლები არიან და რა დონეზე შეუძლიათ ასპარეზობა. ვფიქრობ, რომ აქვს შანსები რომანს ამ ჩხუბში რომ გამარჯვებული დარჩეს, იმიტომ რომ დიდი ანდერდოგია რომანი და საერთოდ ბევრი მithქმა-მოთქმა ვნახე, რომ ფიქრობენ რომანს შანსი არ აქვს ამ ჩხუბში, რასაც ნაღდად არ ვეთანხმები. 3.90 აქვს კოეფიციენტი, ხოლო დერიდერს 1.24. ბევრი ამბობს, რომ დერიდერს უკეთესი გრეპლინგი აქვს და ძირს პრობლემებს შეუქმნის რომანს, რაც ჩემი აზრით უდიდესი სისულელეა. დერიდერი რომანს ვერც ძირს გააკონტროლებს და რომანს საერთოდ ისეთი შემტევი გარდი აქვს ქვემოდან, რომ აქეთ შეუქმნის პრობლემებს და აქეთ უფრო გადავა სამიშენებზე. თუმცა ვფიქრობ, რომ არც ერთი მებრძოლი არ შეეცდება ეს ჭიდაობას და ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბს მიწაზე საერთოდ არ მახავთ. 3 რაუნდი იქნება სტრაიკინგის ჩხუბი და იმაზე არის დამოკიდებული, ვინ უფრო მოინდომებს, რომ დარჩეს გამარჯვებული. პატარა უპირატესობა მაინც ჩემი აზრით ალბათ აქვს დერიდერს სტრაიკინგში რომანის წინააღმდეგ. თავისი გრძელი ხელით და ფეხებით შეიძლება დისტანციაზე გააკაოს რომანი, თუმცა რომანს აი ეს თავის მარჯვენა ხელი სულ გადატენილი აქვს. თუ იმუშავებს კარგად რომანი, თავის ჯებს აამუშავებს, კრივს აამუშავებს და შიკადაშიკა აი ამ თავისი უმძიმეს მარჯვენა ხელს დაუთრეთავს ხოლმე, ვფიქრობ, რომ შეიძლება მოიპაროს ეს ჩხუბი. საბოლოო ჯამში ჩემთვის სართულია ამ ჩხუბში ფიქის გაკეთება, მაგრამ ერთი რაღაც ძალიან მგონია, რომ ეს ჩხუბი გადაწყვეტილებამდე მივა. ამიტომ ჩემი ფიქი ამ ჩხუბში იქნება 2.5 რაუნდზე მეტი. შემდეგ ჩხუბი მარკუელ მედეიროსი მეისონ ჯონსის წინააღმდეგ. ამ ჩხუბზე გითხარით, რომ ძალიან underrated ჩხუბია, მგონია, რომ ბენგერი იქნება. მარკუელ მედეიროსი 11-1-1 ბალანსით.
UFC-შია სულ რაღაც 2 წელია, 2024 წელს შემოვიდა Dana White-ის კონტენდერების სერიიდან 4 ჭუბი აქვს ჩატარებული უკვე. ბოლო ჭუბი ფრემორჩა კრის პადილას წინააღმდეგ, სადაც ჩემი აზრით და ბევრი ადამიანის აზრით ასევე მედეიროსმა წააგო ეს ჭუბი. იმის წინ მარკ ხოინსკის მოუგო, ოსტინ ჰობარტს და ლანდონ კვინიონეს. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით რაც UFC-ში შემოვიდა, დაბალ დონეზე ჭუბობს. კრის პადილა ყველაზე მაღალი დონის მებრძოლი იყო აქამდე, ვისთანაც უჭუბია და დამარცხდა მასთან. ფრეკი აქვს, მაგრამ იდეაში დამარცხდა. მეისონ ჯოუნსი ძალიან დიდი ტესტია მისთვის ახლა. არის სტრაიკერი ერთპიროვნულად, უყვარს დგომში დაპრესვა თავისი მეტოქის, კარგად მუშაობს ძალიან, აზიანებს მეტოქეს, კარგად მიყვება და აი წინა ჭუბში პადილასთან თითქოს დაიღალა რაღაც მომენტში, მაგრამ აი მაინც სულ აწვებოდა რა მესამე რაუნდშიც ბოლომდე მიყვა. მეისონ ჯოუნს რაც შეეხება უელსელი მებრძოლია 18-2-ზე ბალანსით 31 წლის. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია, ძალიან მიყვარს მისი fighting სტილი. 2025 წელს დაგვიბრუნდა UFC-ში, 2022 წელს გაუშვეს. შემდეგ Cage Warriors-ში იყო 2 წლის, 3 წლის განმავლობაში. 4 ჭუბი ჩაატარა იქ, მოიგო, ამ 4 ჭუბიდან 3 ფინიში აიღო და ეგრევე დააბრუნეს UFC-ში. ეხლა რას დაბრუნდა, 3 ჭუბი ზედიზედ მოიგო, ძალიან კარგად გამოიყურება. ბოლო 2 ჭუბში ბონუსი აქვს აღებული. წინა ჭუბი აქსელ სოლას მოუგო, იმის წინ ბოლაჯი ოკი დააფინიშა მეორე რაუნდში და პირველი ჭუბი როცა UFC-ში დაბრუნდა, ჯერემი სტიფენს მოუგო. მეისონ ჯოუნსი არის dog fighter-ი, აი რასაც ქვია dog fighters, რასაც ეძახიან. იღებს ზიანს ყოველთვის, ჯერ არავის არ დაუფინიშებია, სულ decision-ით აქვს აგებული თავის კარიერაში ყველა ჭუბი, მაგრამ ზიანს იღებს სულ თავიდან რაღაცაზე დაიჭერენ ხოლმე, თუმცა ჭამს ყველაფერს, მართლა ხისთავიანია, გონია რომ ამ კაცის დაფინიშება შეუძლებელია, ხლის მეტოქეებს აქეთ აწვება და ან უკაჩავს და მეორე და მესამე რაუნდს უგებს, ან კიდე ბოლოსკენ აფინიშებს. სოლასთანაც ბოლო ჭუბში იგივე სცენარი ჰქონდა, თავიდან გადაუარა სოლამ, შეიძლება ითქვას ძალიან დააზიანა პირველ რაუნდში, მაგრამ ამ გახეული სახით მეორე მესამე რაუნდი ამოუკაჩა და decision-ით მოუგო ოკისაც პირველ რაუნდში ძალიან დიდ ზიანში ყავდა, დიდი ნოკდაუნი მისცა, მაგრამ შეჭამა ეს ყველაფერი ჯოუნსმა, მეორე რაუნდში გამოვიდა და გადაუარა ოკის და აფინიშა. ვფიქრობ, იგივე სურათი გვექნება ამ ჭუბშიც, პირველ რაუნდში ალბათ მოუგებს მედეიროსი პირველ რაუნდს, ზიანსაც მიაყენებს დიდი ალბათობით, ჯერჯერობით იშვიათია ისეთი ჭუბი, სადაც არ აქვს თავი გადახსნილი მეისონ ჯოუნს, მაგრამ მაგაზე საერთოდ არ მერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი რომ მეორე და მესამეში გამოვა მონსტრივით. დაუწყებს უმძიმეს ჭიდაობას და როცა ძირს ჩაიყვანს, უდიდესი ground and pound-ით ან დააფინიშებს, ან დააშვებინეს შეცდომას და submission-ზე დაიჭერს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.37 აქვს მეისონ ჯოუნს, საკმაოდ დიდი ფავორიტია, ხოლო მედეიროს აქვს 3-2. ჩემი პიკი ამ ჭუბში არის მეისონ ჯოუნსის ground and pound-ის ფინიში მესამე რაუნდში. გადავედით შემდეგ ჭუბზე, ქალების ჭუბი გვაქვს, კარლი ჯუდისი, ჯეისლა ჩავეზის წინააღმდეგ. ძალიან მიხარია კარლი ჯუდის main card-ში რომ ნახულობ უკვე, ძალიან კაი გოგოა, მომწონს ძალიან, მოყვები მის კარიერას. და ერთ-ერთი გამორჩეული სტრაიკერია ჩემი აზრით და ვფიქრობ რომ ამ flyweight-ში ბევრს მიაღწევს ეს გოგო 6-2-ზე აქვს ბალანსი, ამერიკელია, 27 წლის არის, ახალგაზრდა, UFC-შია 2023 წლიდან და 4 ჭუბი აქვს ჩატარებული. პირველი ჭუბი წააგო, როცა იჭუბა გაბრიელა ფერნანდეზის წინააღმდეგ split decision-ით. ძალიან ახლო ჭუბი იყო და იმ ჭუბის შემდეგ კარლი ჯუდისი არის ძალიან განვითარებული. ეხლა ვფიქრობ რომ შეხვდეს ფერნანდეს და ამარცხებს. იმის შემდეგ 3 ჭუბი ზედიზედ მოიგო, აქედან 2 ჭუბში ნოკაუტი აიღო და ბონუსიც მოიპოვა. მოკლედ სტრაიკერია ერთპიროვნულად, ძალიან მაგარი სტრაიკერია, უმაგრესი ქიქები აქვს განსაკუთრებული. უტევს მეტოქეს ტანში, თავში, ფეხებსაც უზიანებს სულ. ჯეისლა ჩავეს რაც შეეხება 7-0-ზე აქვს ბალანსი, ჯერჯერობით დაუმარცხებელია. 29 წლის მებრძოლია ბრაზილიიდან, რომელსაც ერთი ჭუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, მასაც Dana White-ის კონტენდერებში აქვს მოპოვებული თავისი კონტრაქტი, split decision-ით მოუგო სოფია მონტენეგროს, მაგრამ ვფიქრობ რომ ეგ ჭუბი უფრო ალბათ მონტენეგროსი იყო, დიდი ზიანი მიიღეს ორივე მებრძოლმა, ძალიან back to back fight-ი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მონტენეგრო takedown-ებსაც უკეთებდა, უფრო მეტი knockdown-ი ჰქონდა, უბრალოდ გადაეხსნა სახე, ძალიან მაგარი ჭუბი იყო მართლა Dana White-ის კონტენდერების სერიაში, ქალების ჭუბებში საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შემდეგ ეხლა ხანს იჭუბა 6 ივნისი დუბენს მოუგო, მასაც split decision-ით მოუგო. ახლო ჭუბი იყო ეგეც. სტრაიკერია ერთპიროვნულად ჩავეძიც და ვფიქრობ, დგომში წარიმართება ეს ჭუბი. ამ ჭუბში ძალიან მომწონს კარლი ჯუდისის შანსები, ვფიქრობ, რომ დგომში ბევრად უკეთესია და ვფიქრობ, რომ რაღაცაზე დაიჭერს შავეს და დგომში ნოკაუტით დააფინიშებს. 1.17-ია კოეფიციენტი კარლი ჯუდის დიდი ფავორიტია ძალიან და შავეს აქვს 4 და 85 ჩემპიკი ამ ბრძოლაში არის კარლი ჯუდისი ნოკაუტით. გადავედით შემდეგ ჭუბზე, heavyweight-ების ჭუბი გვაქვს, main card-ის პირველი ჭუბია ენტონი ვინტი ტერენს ჩეტმენის წინააღმდეგ. ენტონი ვინტი გახლავთ მებრძოლი, რომელმაც წინა კვირას იბრძოლა დანა ვაითის კონტენდერების სერიაში, მოიგო თავისი ჭუბი და ეგრევე ბიზია დანას უთხრა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამინიშნეთ ჭუბიო და დანამაც ეგრევე შემდეგ კვირას, მომდევნო კვირას ამ ქარდზევე ჩასვა. ხოთზევა, რომ ვინტმა 7-0-ზე აქვს ბალანსი 30 წლისაა და პირველივე რაუნდში გადაუვარა თავის მეტოქეს მეთადამსი, პირველივე რაუნდში 30 წამში დააფინიშა, საერთოდ ზიანი არ მიუღია, არც დაღლილა, არის მონსტრი ჩვეულებრივი. არ ვიცი ნახოთ როგორ ჩააბარა, თუ აქვს საერთოდ ჩაბარებული სტეროიდზე ტესტი ჯერ, მოსიარულე მთავარი და ძირითადად თავისი ფინიშები მოდის პირველ რაუნდში, გამოდის და აიყენებს თავის უმძიმეს დარტყმებს. თუ არ გამოვიდა თავისი მეტოქის დაფინიშება თავიდანვე, შემდეგ აქვს ჭიდაობაც და შეუძლია მეტოქის ძირშაყვანა, იქ დამუშავება და დაფინიშება. ტერენს ჩეტმენს რაც შეეხება 5-1 აქვს ბალანსი და აქამდე ჭუბობდა Fury FC-ში, ეხლა პირდაპირ UFC-ში გადმოიყვანეს, დებიუტი ექნება, კონტენდერებში არ ყოფილა. ბოლო ჭუბი მოგებული აქვს, leg kick-ებით მოიგო პირველ რაუნდში და იმის წინ decision-ით აქვს აგებული, split decision-ით. რაც შევხედე მის კარიერას და მის მეტოქეებს, ძალიან დაბალ დონეზე ჭუბობს და ჭუბობს დაბალი დონის მებრძოლებთან, ძალიან heavyweight-ის ბლობებთან ჭუბობს სულ. თუმცა აქვს მაინც რაღაც სკილები, მარჯვენა ხელი აქვს ძალიან მძიმე. ერთ-ერთი heavyweight-ის ახალი ბლობი ყავს, მოკლედ, უმძიმესი მარჯვენა ხელით და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ეს არის მისი იარაღი. ამ კონკრეტულ მატჩაპს რაც შეეხება, ვფიქრობ, ენტონი ვინთან ძალიან დაბალი შანსები აქვს. დიდი ფავორიტია ვინტი, რა თქმა უნდა, 1-0 აქვს, ჩეტმანს აქვს 7-50. მარტივად გავაკეთებ ფიქს და ვიტყვი, რომ ვინტი გააკეთებს იმას, რასაც ულაკეთებს პირველ რაუნდში და ანოკაუტებს ტერენს ჩეტმენს. გადავედით პრელიმების ჭუბებზე, აქამდე თუ უყურებთ ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. ჯამალ ემერსი, ლერიან დაგლასის წინააღმდეგ featherweight-ების ჭუბი გვაქვს. ძალიან კაი ჭუბია, შეიძლება მაგარი ბენგერი ვიხილოთ, შეიძლება fight of the night-იც იყოს. 22-8-ზე აქვს ბალანსი ჯამალ ემერს, შეიძლება ითქვას, რომ ვეტერანია UFC-ს უკვე, მახსოვს თავისი დებიუტი ჩატარებული აქვს გიგა ჭიკაძესთან, split decision-ით წააგო, კაი ჭუბი იყო 2020 წელს და იმის შემდეგ ერთ ჭუბს იგებს, ერთს აგებს. ბოლო ორი ჭუბია მოგებული აქვს ZZ, ანუ ორბრძოლიანი winning streak-ი აქვს, გაბრიელ მირანდას მოუგო, პირველ რაუნდში დააფინიშა და შემდეგ ჰიდერ ამილს 3 რაუნდიანი decision-ი ძლია. საკმაოდ ნორმალური დონის მებრძოლია, მოუყვები მის კარიერას, როცა დაიწყო UFC-ში იქიდან და ხშირად წურავ ხოლმე ემერს. ამ ბრძოლაში არ მომწონს, ძირითადად სტრაიკერია ემერსი და დგომში უყვარს ჭუბი და ვფიქრობ, რომ ლერიან დაგლასის წინააღმდეგ ძალიან საშიში თამაში იქნება დგომში ჭუბი. ლერიან დაგლასი ბრაზილიელი მებრძოლია 14-5-ზე ბალანსით, რომელიც სულ ახლა ხანს გაიჩნდა UFC-ში, ერთი ჭუბი აქვს ჩატარებული, ჯულიან ეროსას ეჭუბა სხვათა შორის, ეგრევე მშვენიერი ჭუბი მიცეს, ჯულიან ეროსა არ არის დაბალი დონის მებრძოლი და პირველივე რაუნდში დააფინიშა. ეგ კი არა, ძირითადად პირველ რაუნდში αφინიშებს ხოლმე სულ თავის მეტოქეს ლერიან დაგლასი და ეროსაც არ იყო განსხვავებული შემთხვევა. დანავეთის კონტენდერების სერიაში აქვს წინა წელს მოპოვებული კონტრაქტი და იქაც პირველივე რაუნდში თავიდანვე უდიდესი ჰუკით დააფინიშა თავისი მეტოქე. მოკლედ ძალიან მძიმე დამტყმელია ლერიან დაგლასი, უმძიმესი ხელები აქვს, ჰუკებს იქნევს მართლა არა ამქვეყნიურად. ვფიქრობ, საერთოდ შეიძლება featherweight-ში ყველაზე მძიმე დამტყმელი იყოს, როგორც სიგიჟეთაც არ უნდა ჟღერდეს, რახან ილია თოფურია აღარ გვყავს ახლა, შეიძლება ვთქვა ესეთი რაღაც დაგლასე. ისე იდეაში ჯიცერია, ჯიუჯიტსუს შავი კამარია, თუმცა შეიყვარა ახლა სტრაიკინგი და მართლა ძალიან მძიმე ხელები აქვს და ძალიან კარგად იყენებს ამას.
Bloodline MMA-ში ვარჯიშობს, კაპ სვონსონის დარბაზიდან არის, კალიფორნიაში ცხოვრობს და იქ ვარჯიშობს, ანუ ეხლა შეიძლება ითქვას თავის hometown-ში ჩხუბობს და ამ Bloodline-ზე საერთოდ ვილაპარაკე, ძალიან მაგარი დარბაზი შეიქმნა, ძალიან მაგარი მებრძოლები მოდიან, ჩვენი გიგუშაც მანდ ვარჯიშობს ხოლმე, კაპ სვონსონთან ძალიან ახლოს არის და საერთოდ მთლიან დარბაზთან, ლერიან დაგლასიც ახსენებს ხოლმე თავის ინტერვიუში გიგას და ამბობს, რომ ეხმარება გიგა და მისი ერთ-ერთი სპარინგ პარტნიორია, მოკლედ მომწონს ძალიან ლერიან დაგლასი და ვფიქრობ, რომ დიდი გზა აქვს მას UFC-ში ამ თავისი მძიმე ხელებით და ასევე ground skill-ებით. ჯერობით არ უჩვენებია თავისი ground skill-ები UFC-ში, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში დაჭირდება და აუცილებლად გამოაჩენს. ჩემი აზრით დიდი ფავორიტია ამ ჯგუფში დაგლასი ემერსის წინააღმდეგ და მგონია, რომ დაანოკაუტებს ჯამალ ემერს. 1.23 აქვს კოეფიციენტი და 4.5 აქვს ჯამალ ემერს. ჩემი პიკი არის ამ ჯგუფში ლერიან დაგლასი ნოკაუტით. გადავედით შემდეგ ჯგუფზე შამილ და ბლობ გაზიევი კენედიენზე ჯგუფის წინააღმდეგ ჰევივეითების ჯგუფი გვაქვს. შამილ გაზიევი ბრუნდება 14-3-ზე აქვს ბალანსი, სამივე წაგება რაც აქვს UFC-ში მოიპოვა. სულ აქვს ჩატარებული 6 ჯგუფი, აქედან 3 მოგებული აქვს, 3 წაგებული. ბოლო 2 ჯგუფი წაგებული აქვს უალდო კორტეს აკოსტასთან პირველ რაუნდში უშანსოდ დამარცხდა და იმის შემდეგ ბოლოს ეხლა რაც იჭუბა 2 მაისს ბრენდო პერიჩიჩის წინააღმდეგ მეორე რაუნდში რაუნდის ბოლოს დაფინიშდა. თუმცა არ იყო ცუდი ჯგუფი საერთოდ, ბევრად უფრო ნაკლებს ველოდი შამილ გაზიევისგან მაგ ჯგუფში, ვიდრე გააკეთა. ქონდა თავისი შანსები პერიჩიჩის წინააღმდეგ, ნახდა არ მეგონა ესე კარგად თუ დაუდგებოდა დგომში პერიჩიც, კარგად იტანდა დარტყმებს და თვითონაც სულ უბრუნებდა, ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგავს, უბრალოდ ძალიან დაზიანდა, თან დაიღალა და ბოლოს მაინც მოახერხა პერიჩიჩმა მისი დაფინიშება. კენედიენზე ჩუკუს რაც შეეხება 14-6-1-ზე აქვს ბალანსი, მასაც ვიტორ პეტრინოს მსგავსად light heavyweight-ში აქვს დაწყებული თავისი კარიერა და სულ ეხლა ხანს ავიდა heavyweight-ში. 4 ჯგუფი აქვს ჩატარებული, რაც ავიდა მძიმე წონაში, პირველი 2 მოიგო საკმაოდ დაბალ დონეზე, კრის ბარნეტს და ლუკას შეესკის მოუგო. ამ ორ მებრძოლზე ცუდ მებრძოლს ალბათ ვერ ეჭუბები heavyweight-ში და შემდეგ ვოლტერ ვოლკერთან პირველივე რაუნდში ჰილ ჰუკით წააგო. Welcome to the club. არ არის ეს გასაკვირი და ბოლოს მარკუს ბუჩეჩასთან ფრემორჩა ეგ ჯგუფი. სტრაიკერია ენზე ჩუკუ ძირითადად და მის კარიერაში გვახსოვს ყველაზე განსაკუთრებული მოგება რაც არის კარლოს ულბერგის წინააღმდეგ. ეს მარცხი აწვნია ულბერგს თავის UFC-ს დებიუტში, მაშინ light heavyweight-ში ჩხუბობდა ენზე ჩუკუ, პირველი რაუნდი გადაიტანა ულბერგისგან, დაღალა, მიაწვა და მეორე რაუნდში დააფინიშა მეორე რაუნდის ბოლოს. ძირითადად ეგრე შვებოდა ხოლმე, თავიდან გადაიტანდა ხოლმე თავის კარიერაში ენზე ჩუკუ ბრძოლებს და მერე უკაჩავდა, თუმცა აი ბოლო ჯგუფში ბუჩეჩასთან ეგეც ვეღარ მოახერხა, ხანძკაცლილი ბუჩეჩა მესამე რაუნდში აქეთ უგებდა. მოკლედ არ მომწონს ენზე ჩუკუ, ეხლა როგორც გამოიყურება თავის კარიერაში და ამ მატჩაპში მომწონს შამილ გაზიევის შანსები, ვფიქრობ, რომ გაუკაჩავს შამილ გაზიევი და დარჩება გამარჯვებული. 1.72 აქვს კოეფიციენტი შამილ გაზიევს, პატარა ფავორიტია, ხოლო ენზე ჩუკუს აქვს 2.08. გადავედით შემდეგ ჯგუფზე, ნასრათ აკბარასტი ყავს კრის ტაკო პადილას წინააღმდეგ. ნასრათ აკბარასტი 18-6-ზე ბალანსით ავღანისტანიდან მებრძოლი 30 წლის, რომელიც მოდის უდიდესი ნოკაუტიდან ქვილიან საათლთან იჭუბა წინა წელს 25 ოქტომბერს გააძრო თავის ალქებმა უდიდესი ნოკაუტი იყო, როცა მებრძოლი ნოკაუტის შემდეგ 4, 5, 6, 7 წამი კიდე გონზე ვერ მოდის, უკვე საშიში ამბავია და უკვე ვფიქრობ, რომ თუ კარგად იქნება მომავალში საერთოდ. მომწონს ის აკბარასისთვის, რომ დიდი დრო აიღო და აქამდე არ დაბრუნებულა, სადღაც 10 თვეა გასული, კარგი იქნებოდა ერთი წელი მთლიანად რო დაესვენა, მაგრამ ალბათ ფიქრობს, რომ შეუძლია ეხლა ისევ რო იჭუბოს. სანამ აი ეს სალკილდის შემთხვევა მოხდებოდა, მანამდე მშვენივრად გამოიყურებოდა UFC-ში 5 ბრძოლიანი მოგებათა winning streak-ი ჰქონდა, მაგრამ ბოლო 2 ჯგუფი რაც ჰქონდა მოგებული, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ესტეფან ლიბოვიჩს მოუგო split decision-ით და ასევე ჯარედ გორდონს, მასაც split decision-ით. ვფიქრობ, რომ ორივე ჯგუფი წააგო და არც ერთი არ იმსახურებდა, რომ გამარჯვება მიეცათ მისთვის. ერთპიროვნულად არის სტრაიკერი, აქვს ძალიან კაი კრივი და ცდილობს ყოველთვის რომ დგომში დატოვოს ჯგუფი და
დგომში მოუნახოს რამე თავის მეტოქეს. კრის პადილას რაც შეეხება 17-6-1 აქვს ბალანსი, ბოლო ჩხუბი ფრე აქვს, როგორც თქვი, როცა მედეიროსის ჩხუბს განვიხილავდი. 2024 წლიდანაა UFC-ში და ჯერჯერობით წაგება არ აქვს, 5 ჩხუბი აქვს ჩატარებული, 4 მოგებული და 1 ფრე. ამ 4 მოგებიდან 3 აქვს ფინიში. აქამდე ყველა ჩხუბში პადილა, რაც ყოფილა, იყო ანდერდოგი და ეხლაც ანდერდოგია. მართალია ეხლა პატარა ანდერდოგია, მაგრამ მაინც ჯერჯერობით ვერ მოიპოვა ბუკმეიკერების სიყვარული, არადა იგებს ეს კაცი ჩხუბებს. სტრაიკერია პადილაც, თუმცა ვფიქრობ, რომ ჰაკბარასთან შედარებით უფრო კარგი გრაუნდ გეიმი აქვს, შეუძლია თეიქდაუნების გაკეთებას და ვფიქრობ საერთოდ ამ მატჩებში თუ გამიქცა და თეიქდაუნებით ცადა, ბევრად უფრო ადვილი საქმე ექნება. მომწონს ძალიან პადილას შანსები ამ ჩხუბში და ვფიქრობ, რომ დარჩება გამარჯვებული. თან მაინც ჰაკბარასტი კაცმა არ იცის როგორ დაბრუნდება მართლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნოკაუტი იყო და იმის შემდეგ როგორ შეიცვალა მის ცხოვრებაში კაცმა არ იცის. კოეფიციენტების მხრივ 1.93 აქვს პადილას, როგორც გითხარით, პატარა ფავორიტია კი არა და ანდერდოგია, ხოლო ჰაკბარასს აქვს 1.93. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, მარსიო ბარბოსა რაიან კუსის წინააღმდეგ. მარსიო ბარბოსა ბრაზილიელი მონსტრი 18-2-ზე ბალანსით 28 წლის წინა წელს ჩხუბა დანავაითის კონტენდერების სერიაში მოკლა თავისი ოპონენტი, შემოვიდა UFC-ში და დენის ბუზუკიაც მოკლა პირველივე რაუნდში. 5 ჩხუბიან ვინის სტრიგზეა და 5-ვე ჩხუბში პირველივე რაუნდში ყავს თავისი მეტოქე გათიშული. უმძიმესი ხელები აქვს. ეხლა ვიმბობ, რომ სანამ ტოპ 15-დან არ მისცემენ ამ კაცს მებრძოლს, მანამდე ყველას გათიშავს პირველ რაუნდში. ეხლა ჩხუბება რაიან კუს, დებიუტი იქნება კუსისთვის. ძალიან მძიმე დებიუტი იქნება UFC-ში. ბევრს ვერაფერს ვერ ვილაპარაკებ ამ მებრძოლზე. ერთი რასაც ხედავ მის კარიერაში, კამერონ სმანდერმენთან აქვს ჩხუბი ჩატარებული UFC-ს გარეთ და split decision-ით აქვს აგებული. კამერონ სმანდერმენი, ვიცით, UFC-შია ეხლა, თუმცა არ მგონია დიდი ხანი გაჩერდეს ეგეც. მოკლედ, ბევრს ვერაფერს ვერ ვილაპარაკებ ამ ჩხუბში. პირველივე რაუნდში დაანოკაუტებს ბარბოსა კუსს. ამ ჩხუბში რაიან კუსი არის შესაწირი ცხარი. კოეფიციენტებს რო შევხედოთ 1.09 აქვს ბარბოსას, ძალიან დიდი ფავორიტია და კუს აქვს 6.90. ჩემპიკი არის მარსიო ბარბოსა პირველი რაუნდის ნოკაუტით. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, გეიჯანგი სტან დორსეინვილის წინააღმდეგ. ძალიან მომწონს ეს ჩხუბი, ორი ახალგაზრდა მშიერ მებრძოლ შორის. გეიჯანგს კოდი სტილთან უნდა ეჩხუბა, ძალიან ველოდებოდი მაგ ჩხუბსაც, სამწუხაროდ კოდი ტრამვის გამო ამოვარდა და დორსეინვილი არის short notice. გეიჯანგი არის ახალგაზრდა პროსპექტი UFC-ში, ჩემი აზრით ამბის დიდი მომავალი აქვს. ძალიან მომწონს მისი სტილი, არის სტრაიკერი, გრეპლერის და მოჭიდავეც, ყველაფერი შეუძლია, მიქსავს ყველაფერს. დანავეთის კონტენდერების სერიაში აქვს 2024 წელს ნაჩხუბარი და ნაჩხუბარი აქვს კვილიან სალკილდის წინააღმდეგ. 3 რაუნდიანი decision-ით წააგო, რაც საერთოდ არ არის ცუდი, კვილიან სალკილთან decision-ით რო აგებ უკვე კაი თემაა. თან 2 წლის წინ იყო, უფრო ახალგაზრდა იყო, 24 წლის იყო მაშინ, ეხლა უფრო განვითარებულია და ხედავ, რომ დღითი დღე უფრო და უფრო ვითარდება. ბოლო ჩხუბი მოგებული აქვს, ბოლო ჩხუბში ტიაგო მოისეს მოუგო, მსაჯებმა split decision-ი მიცეს, თუმცა აი ეს ერთი მსაჯი რას უყურებდა ნაღდად არ ვიცი. 3-ვე რაუნდი მოუგო და მესამე რაუნდში ძირს ყავდა გაფენილი, აფინიშებდა. არ ვიცი მართლა რას უყურებდა ის მსაჯი, მოკლედ split decision-ი მიცეს, მაგრამ გადაუარა მოისეს და საბოლოოდ დარჩა გამარჯვებული. სტენ დორსენვილს რაც შეეხება 5-0-ზე აქვს ბალანსი. ჩავხედე ამ ბიჭის ჩხუბებს და ნახე რომ მართლა კაი ბიჭია. თავიდან გამიკვირდა, იმიტომ რომ ნახე რომ არ იყო დიდი ფავორიტი ეგრევე გეიჯანგი რა, როცა ეს ბიჭი ჩაუშვეს short notice-ზე და ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ short notice-ის ჩხუბია თან ესეთი დაბალი რეკორდი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ გამოუცდელია ძალიან ეს სტენ დორსენვილი და გამიკვირდა, რომ გეიჯანგი არ იყო დიდი ფავორიტი, მაგრამ შემდეგ რო ჩავხედე დორსენვილის ჩხუბებს რო უყურე, ნახე რომ მართლა კაი ბიჭია. 26 წლის აისიც ძალიან ახალგაზრდაა. 2023 წელს აქვს თავის პროფესიონალური კარიერა დაწყებული და ყველა ჩხუბი მოგებული აქვს. ყველა ჩხუბი აქვს მოგებული ფინიშით, ერთი ჩხუბის გარდა ერთ ჩხუბში აქვს decision-ი, ჭიდაობს ძირითადად და აქვს ძალიან კაი ground game-ი ასევე, ეჭიდავება სულ მეტოქეებს, სულ უჭირავს ოქტაგონის ცენტრი და აქტიურად პრესავს, ძირს ჩაყავს და შემდეგ იქ submission-ს ეძებს. ვფიქრობ,
ძალიან კაი ჩხუბი უნდა გქონდეს, ვფიქრობ, რომ რაღაც პონჩი სკილებით გვანან ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს, ორივე ახალგაზრდა, ორივე მშიერია, მით უმეტეს დორსენ ვილისთვის ეს დებიუტი იქნება და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი. მთლიანობაში ვფიქრობ, რომ გეიჯანგი უფრო შეკრული მებრძოლია, ვფიქრობ სტრაიკინგში ალბათ უნდა აჯობოს დორსენ ვილს. თუ ძალიან არ დაპრესა დორსენ ვილმა, იმიტომ რომ გეიჯანგი ყავს უკანა ფეხზე ნანახი რამდენიმე ჩხუბში, აი მაგალითად, მაშინ როცა ევან ელდერს ეჩხუბა, უკანა ფეხზე ყავდა, მართალია ქონდა თავისი შანსები გეიჯანგს და უკანა ფეხიდანაც მუშაობდა, მაგრამ მაინც გაუჭირდა და საბოლოო ჯამში წააგო ეგ ჩხუბი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ევან ელდერი ბევრად უკეთესი მებრძოლია ვიდრე დორსენ ვილი, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია, ვფიქრობ, რომ არ იქნება ადვილი საქმე ამ ჩხუბის მოგება არც ერთი მებრძოლისთვის. კოეფიციენტებს რო შევხედოთ, საკმაოდ თანაბარი კოეფიციენტებია, ეხლა წინა დღეებში ცოტა უფრო დიდი ფავორიტი იყო გეიჯანგი 1.79 აქვს ეხლა, ხოლო სტენლი დორსენ ვილს აქვს 1.98. საბოლოოდ გეიჯანგისკენ გადავიხრები, უფრო გამოცდილია UFC-ს გამოცდილებაც აქვს, მაღალ დონეზე აქვს ნაჩხუბარი და ვფიქრობ, რომ აი ამ გამოცდილების ხარჯზე უნდა მოახერხოს და დაამარცხოს სტენ დორსენ ვილი. გადავიდით შემდეგ ბრძოლაზე, ჯექსონ მაკუეი უეს შულცის წინააღმდეგ, საკმაოდ დაბალი დონის ჩხუბი გვაქვს. ორივე მებრძოლი არის middleweight-ის ფსკერი, ჩემი აზრით. ამ ორ მებრძოლს აქვს ნაჩხუბარი ამატორულ კარიერაში ერთმანეთთან 2020 წელს. და უეს შულცმა პირველ რაუნდში მოიგო თავის სტილში არმბარით. ჯექსონ მაკუეი UFC-შია წინა წლიდან, 3 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 წააგო, პირველი 2 და ბოლო მოიგო დუმასის წინააღმდეგ. თავისი ცუდი მებრძოლი იპოვა რაღაცნაირად და დაამარცხა. საბეჟენი დაამარცხა სხვათა შორის სედრიკოს დუმასი. ძირითადად გრეპლერია, ორივე მებრძოლი, უეს შულცი განსაკუთრებულად გრეპლერია, ამ კაცს დგომის სკილები საერთოდ არ აქვს. ჯექსონ მაკუეის კიდე შეუძლია დგომში ჩხუბი თან გრძელი არის, უეს შულციც გრძელია ფიზიკურად, მაგრამ ჯექსონ მაკუეი ამას ასე თუ ისე რაღაც მომენტში მაინც იყენებს სტრაიკინგში, უეს შულცი საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს, სულ ცდილობს, რომ როგორ მებრძოლა მიწაზე გადავიდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ზევიდან იქნება თუ ქვევიდან, უნდა რომ ჩხუბი ძირს იყოს, რომ რაღაცა დაუჭიროს თავის მეტოქეს და საბმიშენით დააფინიშოს. ბოლო ჩხუბიც აი ზუსტად მსგავსად 2 რაუნდი წაგებული ქონდა და მესამე რაუნდში გილიოტინაზე დაიჭირა თავისი მეტოქე ბენ ჯონსტონი თავისივე ქვეყანაში, იმის წინ ერთი ჩხუბი, პირველი ჩხუბი, რაც ჩაატარა დებიუტი UFC-ში, მოიგო დამიენ პინა. მოიგო კი არა და წააგო პინასმა გადაუარა პირველ რაუნდში, დგომში ჩაკეცა და დააფინიშა. კი ვთქვი, რომ დაბალი დონის ჩხუბია, მაგრამ თვითონ მეჩაფი არის კარგი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თანაბარი ბრძოლა იქნება. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ ჩხუბში 2.53 აქვს უეს შულცს, ხოლო ჯექსონ მაკუეის აქვს 1.51. ალბათ ვფიქრობენ, რომ დგომში რახან უკეთესია მაკუეი, შეიძლება რაღაც პრობლემები შეუქმნას და მაგიტო დარჩეს გამარჯვებული. არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რა გავაკეთო პიკი, ძალიან რთულია ჩემი აზრით ამ ჩხუბში პიკის გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ რომელიღაც მებრძოლი დაფინიშდება, ამიტომ ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება 2.5 რაუნდზე ნაკლები. მივადექით ბოლო ჩხუბს, შანელ დაიერი ელის რიდის წინააღმდეგ. შანელ დაიერი ინგლისელი მებრძოლი 7-1 ბალანსით, ერთი წაგება აქვს და ეს ერთი წაგება არის დანა ვაითის კონტენდერების სერიაში, საიდანაც მან მოიპოვა კონტრაქტი. ძალიან კაი ჩხუბი იყო ფოროსთან, თანაბარი ჩხუბი იყო საკმაოდ და მართლა დაიმსახურა კონტრაქტი მიიღო, იმიტომ რომ მართლა UFC-ის დონის მებრძოლია ეს გოგო და ეგრევე დაამტკიცა, როცა UFC-ში შემოვიდა. პირველივე ჩხუბში რავენა ოლივეირა დააფინიშა მეორე რაუნდში ნოკაუტით. მართალია რავენა ოლივეირა არ არის UFC-ის დონის მებრძოლი, მაგრამ UFC-შია აშკარად და მოკლედ მოახერხა დაიერმა დააფინიშა ის. სტრაიკერი გოგოა, უყვარს დგომში ჩხუბი და ძირითადად დგომში შლის ხოლმე თავის მეტოქეებს და საკმაოდ ბევრი ნოკაუტი აქვს თავის კარიერაში ქალების მებრძოლისთვის, მშვენიერი რეკორდია.
რო ჩავხედოთ მის კარიერას, ხედავთ მარიამ ტორჩინავას სახელს 2024 წელს ქართულ გოგოს ეჩხუბა PFL-ში და დაამარცხა პირველ რაუნდში head-kick-ით. ელის რიცაც უყვარს სტრაიკინგი, არ არის მაღალი დონის მებრძოლი, საერთოდ 8-5 აქვს ბალანსი 33 წლისაა. ფიზიკურად რო შეხედავ, უფრო გეგონება რომ ასაკშიაო, ვიდრე მისი ნამდვილი ასაკია. ბოლო ჩხუბი წაგებული აქვს მეორე რაუნდის ნოკაუტით. იმის წინ ერთი ჩხუბი მოუგო ჯესიკა პეინეს. იმის წინ კიდე წაგება აქვს გოდინესთან. დიდი ხანია საკმაოდ UFC-ში 2021 წლიდან მოყოლებული და აი რაც შემოვიდა UFC-ში, პირველი ჩხუბი წააგო, მერე მოიგო. წააგო. ბოლო ჩხუბი წააგო, ეხლა წესით მოგება უწევს, მაგრამ ნახდად არ მგონია, რომ დაიერს გაუკაჩავს და დარჩება გამარჯვებული ამ ჩხუბში. ვფიქრობ, რომ დაიერი აუკრიფავს თავის სტრაიკინგს და შეიძლება დააფინიშოს კიდევაც, არ გამოვიცხავ, რომ ნოკაუტი ვიხილოთ შანელ დაიერის მხრიდან. აქვს რაღაც ჭიდაობის სკილებიც, ელის რიც, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წარმატებულად შეძლებს ჭიდაობას შანელ დაიერის წინააღმდეგ. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.12 აქვს დაიერს, საკმაოდ დიდი ფავორიტია, ხოლო ელის რიც აქვს 5.90. ჩემი პიკი იქნება შანელ დაიერის მესამე რაუნდის ნოკაუტს ვიტყვი. სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი ვიდეო, განვიხილეთ საკრამენტო კალიფორნიის Fight Night-ის ბრძოლები, იმედია მოგეწონათ. დამიწერეთ აუცილებლად კომენტარებში რას ფიქრობთ ჩემ პიკებზე, როგორი პიკები გაქვთ თქვენ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება ასევე და თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. შემდეგი ვიდეო იქნება ამ კარდის ბეტინგ განხილვა და მაქვს რაღაც კარგი პოზიციები, საკმაოდ კარგი კარდი შეიკრა ბეტინგისთვის ჩემი აზრით. ვფიქრობ ბევრად უკეთესი ვიდრე წინა კვირის იყო. ამოკლედ დაელოდეთ, განვიხილავ და ვილაპარაკებ ყველა იმ ჩხუბზე და იმ პოზიციაზე, რაც მომწონს ამ კარდისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.